მიუხედავად იმისა, რომ რეაბილიტაცია ნიკორწმინდის ტაძარს რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა, ახლა ტაძარში სავალალო მდგომარეობა არის და ამ ინფორმაციას ჩვენ გვაწვდიან ადამიანები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ და საკუთარი თვალით ნახეს თუ რა მდგომარეობა არის ტაძრის საძირკველზე და ფაქტები და ფოტოები ადასტურებს იმას, რომ ნალექი არის ტაძარში დაგროვილი და სავარაუდოდ ეს ნალექი სწორედ წვიმისგან და სახურავიდან ჩამოღვენთილი ნალექი არის, რომელიც აზიანებს ტაძრის კედლებსა და საძირკველს, თუმცა ამ პრობლემის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ იცის, რადგანაც სპეციალისტებმა რამდენიმე წლის წინ სააგენტოს პრობლემის შესახებ აცნობებს, თუმცა ფაქტები, რაც ადგილზე ნახეს ადამიანებმა, ადასტურებს იმას, რომ ნიკორწმინდის ტაძარზე რეაბილიტაციის სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის და ტაძარი შესაბამისად არის ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც იყო მაგალითად 2 წლის წინ. ამიტომ ახლა სპეციალისტები ძეგლზე მომუშავე ადამიანები მიმართავენ კულტურის სამინისტროს, რომ დროა რეაგირების იმისათვის, რომ ნიკორწმინდაში არ განვითარდეს მოვლენები, რომელიც ტაძრის განადგურებას გამოიწვევს. 2019 წელს დასრულდა ეგრეთ წოდებული რეაბილიტაცია ნიკორწმინდის უნიკალურ ტაძარზე, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა პრობლემები. პრობლემები ეხება სახურავიდან ჩამომდინარ წყალს, რომელიც აზიანებს უნიკალურ ფასადს, ნატიფ ხელოვნების ნიმუშს არის ნამდვილად ნიკორწმინდის ტაძარი. ჩვენ ამის შესახებ პირველად 2023 წლის ზამთარში მივმართეთ სააგენტოს, მას შემდეგ სამჯერ ვიყავით მონიტორინგის მისიით და დავაფიქსირებთ მდგომარეობის გაუარესება, თუმცა სააგენტო არ უხვევს მისგან არჩეულ კურსს, რაც გულისხმობს უნიკალური ძეგლების მიტოვებას უყურადღებოთ და ყველანაირი პრობლემების უარყოფას მათზე. რამდენიმე წლის წინ ასეულობით 1000 ლარი დაიხარჯა ტაძრის, ასე ვთქვათ, რეკონსტრუქციისთვის და შეკეთებისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ის, რომ პრობლემა ისევ არსებობს. პრობლემა არის წყალის. პრობლემა არის წყლის შემკრების სისტემის მოუგვარებლობა და შესაბამისად ეს წყალი უკვე ჩაედინება საძირკველში და სურათი, რაც ადგილზე ვნახეთ, არის ის, რომ პრობლემა არის სასწრაფოდ გადასაჭრელი. არ ტარდება მუდმივი მონიტორინგი მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ. ძეგლების შენარჩუნების, ასე ვთქვათ, საქმეში ჩართული არ არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. გუმბათოვანი ტაძარი მე-10 საუკუნის არის, რასაკვირველია, მას განსაკუთრებული დაცვა სჭირდება, უცნობი არის, რას აპირებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. სპეციალისტები კი აცხადებენ, რომ ეს არის მიდგომა, რომელიც ძეგლებთან დაკავშირებით უკვე ცნობილი არის, რომ პრობლემაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და კულტურის სამინისტრო უბრალოდ არ რეაგირებს. მადლობა, ეს გვანცა ჭყიკვაძე იყო.